გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. მადლობა ბენც მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. რა თქმა უნდა ძირფასო ტელემაყურებლებო გადაცემას ტრადიციულად ვიწყებ უკანონო დაკავებული პატიმრების სოლიდარობით მინდა სოლიდარობა გამოუცხადო რეჟიმის უკანონო პატიმრებს. ჩვენი გუნდის წევრ ორისე ცხადაძეს მოვიკითხავ აქედან ჩვენი მთელი გუნდის სახელით და ყველა იმ ადამიანს რომელიც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების გამო უკანონოდ ყავთ დაპატიმრებული სისტემას. მალე გათავისუფლებას გისურვებთ ყველას ძვირფასო მეგობრებო. მონოლოგს ვიწყებ საინტერესო თემით გერმანიის მთავრობამ სანქციები დაუწესა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს აქციების დარბევის და ძალადობის გამო. ერთი ორიგინალური რაღაც ჩადო გერმანიამ ამ სანქციებში. არ არის მითითებული კონკრეტულად სახელი და გვარით ვინ არის დასანქცირებული. ერთგვარი სიურპრიზია. აი იქ რო ჩაფრინდა ჩდები გერმანიაში, ხო, აეროპორტში მესაზღვრე გაწვლის აი ამ სიურპრიზს. ლამაზად შეფუთულ სიურპრიზს და გიშვებენ უკან საქართველოში. ერთი სიტყვით სქესის გაგების ცერემონიასავითაა მოწყობილი სანქციების გაგების ცერემონია. ესეთი გერმანიის სანქციები ცივილიზებული მსოფლიოს არის უმნიშვნელოვანესი სიგნალი, თორემ ქართული ოცნებისთვის გინდ ყოფილა, გინდ არა. აი ნახოთ რა კომენტარი საკეთებს ამ თემაზე ქალაქ თბილისის თავი კაცი, კახი კალაძე. სანქციებს თუ დამიწესებენ მე რა, ესე იგი დავთმობ ქვეყნის ინტერესს. ეს თქვა გერმანულ სანქციებზე, შემდეგ ჩაჯდა გერმანული ავტო წარმოების გიგანტის და მსოფლიო ლიდერის Mercedes-Benz-ის G-კლასის უძვირეს ყველგან მავალში და ევროპული მასალებით აშენებულ ვილაზე გაუჩინარდა ძვირფასო მეგობრებო. ევროპისადმი ყველაზე უცნაური დამოკიდებულება დააფიქსირა ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ნახოთ მისი განცხადება. მიმართავ ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც ამას მშვიდობიან აქციებს ეძახიან, დაფარონ ის ზიანი, რომელიც პარლამენტს მიადგა. მართლა ასე თქვა, თან დააკონკრეტა, რომ კონდიციონერები დაზიანდაო, ავეჯიო და ფარდები გაფუჭდაო. აი ამას თხოვს ევროპელებს, ესენი გაგვიკეთეთო. თქვენ იცინეთ და ურსულა ფონ დერ ლაიენი ვნახეთ ილოში ფარდების სექციაში იმ დღეს ნაყიდი ქონდა უკვე მკერავთან ქონდა მიტანილი იქ ხო უნდა გადააკერინო მე თავი ხო უნდა გადააკერინო საფარდე შტორებში რო კარგად ჩაჯდეს და დადიოდა ქალი და ეძებდა ეხა იქ ხო იაფია ილოში ამასაც წავიდოდ. ქართულმა ოცნებამ სრული სვლით ააგუგუნა წინამთავრობის საქმეების საგამოძიებო კომისია თეატრულუკიანის ხელმძღვანელობით. იძიებენ 20 წლის წინ მომხდარ საქმეებს. ამ საგამოძიებო კომისიას რომ ვუყურებ, მახსენდება მხატვრული ფილმი ბურთი და მოედანი. ჯერ ერთი იმიტომ რომ ბურთი და მოედანი ახლა ორივე არალეგიტიმური ქართული ოცნების არის და გაიხსენეთ რა ფრაზით მთავრდება ფილმი? ჩვენ გაგვასამართლებს, აბა ახლა ჩვენ გაგვასამართლებს ესეთი საინტერესო თავდება. 31 მარტს მოქალაქეები ემზადებიან დიდი აქციისთვის. ამ აქციას შეუერთდება გაერთიანებული ოპოზიციას, მაგრამ ოპოზიცია რამდენად გაერთიანებულია ეს არ ვიცი. მოდით ნახოთ გახარია საქართველოს პარტიის წევრის განცხადება. ნაცები იყოფიან ორად. ბიძინას ნაცები და სააკაშვილის ნაცები ანა ბუჩუკული. გახარიას პარტიას წარმოადგენს ეს. გახარიას პარტიიდან 90% ოცნებაში იყო ძვირფასო მეგობრებო. შესაბამისად, გახარიას პარტია იყოფა გახარიას ქოცებად და გახარიას ნაცებად.
გახარიას ქოცები, ანუ ქოცები, რომლებიც არიან ბიძინას ნაცები და სააკაშვილის ნაცები და გახარიას ქოცები, რომლებიც არიან ბიძინას ნაცები. სააკაშვილის ყოფილი ქოცები და გახარიას ყოფილი ნაცები თუ აი ეს ამას ვერ მიხვდი. აი ამ ოცნებას ვერ ამარცხებთ მესმის და აი ეს ბუღალტერია რაღაც შემოგტენეთ, გამაგებინეთ, რატო გვაფლევინებთ, ვინ რომლის ნაცი ქოცი არის. ვითომ მეტი საფიქრალი არ გქონდეს, დაგუღალეს აი ამ ბუღალტერიით, აი ამ კონკრეტულმა პარტიამ. ისე რომ დააკვირდე, თქვენი პარტიაც ორად იყოფა, ქოცების დროს მომუშავე გახარიები და ნაცების დროს მომუშავე გახარიები. ერთი სიტყვით, სულ რომ იძახოთ, რომ არც ნაცი ვარ და არც ქოცებიო, დნმ-ის ტესტს ვერსად გაექცევით. ვერსად. რასაც ვაკიდები, ნაცები ყველა პოლიტიკოსის დნმ-ის ტესტში ამოდის, ძვირფასო მეგობრებო, მათ შორის თვითონ უშუალოდ ბიძინაშიც. გახსოვთ ალბათ, ძველი დრო, ძველი კარგი დრო, როცა ირაკლი კობახიძის ადეკვატურობის მდგომარეობა რომ კარგად გავიაზროთ, მინდა შემოგთავაზოთ მისი ახალი ინიციატივა, ვნახოთ ინფორმაცია. კობახიძის ახალი განკარგულებით ოლიგარქის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10,000 დაეხმარება. ახლა წარმოვიდგინე, ბევრ ქვეყანას ეხმარება, რა ვიცი, სუდანი და რაღაცა ქვეყნები, უგანდა და რაღაც. ნუ წარმოვიდგინე ახლა მე მაგალითად ბურუნდის აი ესეთი აფრიკაში ეს ქვეყანა დედაქალაქის ქუჩებში როგორ გამოდიან ახალგაზრდები და მთავრობის სასახლეს უტევენ. მოითხოვენ გადადგეს მთავრობა, რადგან მათი არათანმიმდევრული გადაწყვეტილებით ქვეყანამ გადაუხვია საქართველოს გზას. და შეიძლება მათ დაკარგონ კობახიძის $10,000 ყოველწლიური დახმარების პაკეტი. დაამხობენ მთავრობას და აიღებენ მთავრობის სასახლეს. აი წარმოვიდგინე უკვე ეს რა, მთავრობის სასახლე ესე ჟღერს, თორე ისე კორპუსის ბინაში აქვს მთავრობა. ოროთახიან ბინაში აი ლიფტიდან რო ამოდიხარ, ხელმარჯვნივ არის თვითონ ეს მთლიანად მთავრობა. უკვე რამდენიმე დღე პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთავრობის მიერ კონტროლირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თათბირები. ეს არის საოცრება. ნუ ეს თათბირები 37 წლისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ფერადი კადრებია აქ. სხვა დანარჩენი იგივეა, ძვირფასო მეგობრებო. პირდაპირ პროკურატურას მოუწოდებენ გამოიძიონ ყველა იმ თანამშრომლის საქმე, რომელს მათ თავისუფალი აზრი დააფიქსირა. ნუ ეს მოკლედ გადმოგეცით, რაც ხდება ბორდის კრებაზე. ახლა მინდა გაგაცნოთ ბორდის წევრები. ერთ-ერთია ვასიკო მაღლაფერის და კიდევ რამდენიმე ადამიანი. მოდით ვთქვათ ბორდის ერთ-ერთი წევრის შეფასება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ მოვლენებზე. შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟა ამ ყველაფერში ჩარეული დედას გეფიცებით. თამილა დოლიძია ეს ქალბატონი ბორდში მუშაობს. მოკლედ, მასონები ადგენენ მსოფლიოში ნავთობის ფასებს, მასონები ფლობენ მსოფლიოს სავალუტო ბირჟებსა და საბანკო სისტემებს, მასონები იწყებენ ომებს და დღეს მასონები ებრძვიან ვასიკო მაღლაფერიძეს. აი ასეთი დეგრადაცია განიცადა მასონებმა ძვირფასო ტელემაყურებლებო, საიდან დაიწყეს და სად დაამთავრეს ვასიკო მაღლაფერიძეს ებრძვიან ბოლოს. მე მინდა დავაწყდა რომ ქალბატონი თამილა, ნუ გეშინიათ, შეიძლება მასონები ჩარეული არიან, მაგრამ ვერ დაგამარცხებენ. იმიტომ რომ დედამიწაზე არც ერთ მასონურ ლოჟას არ აქვს 100 მილიონიანი დაფინანსება. იმდენი რამდენიც პირველ არხს აქვს ძვირფასო მეგობრებო და თქვენ ბორდს აქვს. ამიტომ მასონები ვერ მოგერევით. ვერასოდეს. სალამ შემდეგ თემაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ერთ-ერთ ქართულ ისტორიულ ძეგლზე ორი სხვადასხვა ცნობა გაგიზიაროთ. პირველი, 1000-ეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. კონსტანტინე გამსახურდია. და მეორე, სვეტი ცხოველში წყალი ჩამოვიდა. მუდმივი არაფერი არ არის, ყველაფერი ხდება ხოლმე. ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაკაძე. მოდი უფრო კარგად რომ აღიქვათ დეპუტატის დამოკიდებულება ისტორიული ძეგლის მიმართ, ნახოთ მისი ვიდეო. ყველაფერი ხდება რა. ყველაფერი ხდება ეს? ნუ ყველაფერი ხდება, რომ შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხო? უდმივი არაფერი არ არის, ალბათ გააკეთენ და რაღაცა ხარვეზებია. უდმივი არის, შედის ხოვრის ტაძარი დგას ბატონო. მაგრამ არა რემონტდებოდა, ყოველ გარკვეულ პერიოდებში შეავდა რემონტდებოდა და კეთდება. რა რემონტდა ეხლა წყალი რატომ ჩამოვიდა შედის ხოვრის? მეტი ვერაფერი ნახეთ თემა. მუდმივი არაფერიაო, ესე ამბობს. მართლა ესე არაფერიაო, ანუ ეს. აი როგორი პასუხია იცით? 1000 წელი დგას
სვეტი ცხოველი და კიდევ რამდენი წელიღა უნდა იდგესო. ანუ აი ესეთი პასუხი გაქვს. ანუ ექსპლუატაციის ვადა ყველაფერს გაზდისო. წახაძე გვეუბნება. თითქოს აი ეზოში რომ სიგარეტის ჯიხური უდგას, იმაზე ლაპარაკობდეს. ბეჟან წახაძემ შეიძლება წულუკიანის კომისიას მიმართოს, იმიტომ რომ ყველა წინა ხელისუფლება ხომ ნაცები არიან და ესე იგი გიორგი პირველიც ხომ წინა ხელისუფლება, ანუ მათზე უკან არის ყველა წინა ხელისუფლება. მიხვდით? ქართულ ოცნებაზე მანამდე ყველა წინა ხელისუფლება. ხო და შეიძლება კომისიაში დაიბარონ იმ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული დეველოპერი არსაკიძე და ბრალი დაუმძიმონ სამშენებლო მასალების გაფლანგვისა და ხაზინიდან გამოყოფილი სახსრების მითვისებისთვის. აი ესეთი რა ვიცი, ბეჟანისგან ყველაფერი შეიძლება. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე რომ ლაპარაკობს მთავრობის წარმომადგენელი, ამათმა რამეს ყურადღება რომ მიაქციონ, ცოტა სხვანაირად უნდა აუხსნათ ხოლმე ძვირფასო ტელემაყურებლებს, ჟურნალისტებსაც მინდა ვთხოვო. აი სვეტო ცხოველზე უნდა უთხრათ ხოლმე რომ ეს ის ტაძარია ბერამრო ქორწილი გადაიხადათ ხო და ეგრევე დაფაცურდებიან და გააკეთებენ კაცო. რა პრობლემა არის? ეგრე უნდა მიუდგეთ ყველანაირად. მოდი რეგიონებში გადავინაცვლოთ და ვნახოთ რა ვითარება გურიაში სტიქიის შემდეგ. თუ შეიძლება ინფორმაცია ვნახოთ. ჩოხატაურის მერიამ გზების თოვლისგან გასაწმენდად კომპანია გაზაფხულზე დაიქირავა. ძვირფასო ტელემაყურებლო 300,000 ლარი გამოყვეს ამისთვის. რაღაცინებ თოვლი არ არის და მაგიტო გამოყვეს სულ რაღაც 300,000 თორე თოვლის გაწმენდისთვის, თორე თოვლი რო ვიყოს, გაცილებით მეტი დაждდებოდა მისი გაწმენდა. ფაქტიურად ფული დაზოგეს ახლა. ეს პრობლემა რომ მოგვარდება და გურია გაიწმინდება არარსებული თოვლისგან, აგვისტოს დასაწყისში გამოიყოფა დამატებითი ხარჯები ზვავ საშიშროების ზონების პრევენციისთვის. რომ ესეც აღკვეთოთ, რომ მართალია ზვავი არ არის, თოვლი არ არის და ზვავი არ იქნება, მაგრამ მაინც პრევენცია საჭიროა, რომ გავხედოთ, არის ზვავი თუ არ არის ზვავი. მოდი ახლა შიდა ქართლში გადავინაცვლოთ, ნახოთ ორი მუნიციპალიტეტის მერების მუშაობის შედარება, ძვირფასო მეგობრებო. ხაშურის მერის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ფინანსური ანგარიში 700 გვერდზე მეტია. ხოლო კასპის მერის 7 გვერდი. 700 გვერდიანია ხაშურის მერის. წარმოგიდგენიათ, ფინანსური ანგარიში 700 გვერდზე მეტი. რაც მაგან ბასლაინებში ფული დახარჯა, სადაც ავტობუსები არ დადიან, ჯერ მარტო 1-300 გვერდი ეგ იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო. ისე 700 გვერდიანი ფინანსური ანგარიშიდან გამომდიდარე, წესით ხაშური მაქსიმუმ უნდა იყოს ლოს-ანჯელესი და მინიმუმ მილანი. იმიტომ რომ იმდენია 700 გვერდიანი რა დახარჯა 700 გვერდის. კასპის მერის არის 7 გვერდი. ისე 7 გვერდზე მეც რაც მოასწრებდა ახლა ეს ადამიანი გადაყვა ამ გეი ქორწინებების დევნას. აწიოყა ნახევარი კასპი. ჯერ მარტო რამდენი გეი ოჯახის დანგრევის ცოდვა ადევს კისერზე. ვინ მოსთვლის? ვინ მოსთვლის? აბა გაიარეთ კასპში, ნახავთ სადმე წვილად მოგოგმანე მამაკაცებს? ვინ გააკეთა? ვინ და ამ პატიოსანმა კაცმა? ერთი საქმე გააკეთა, მაგრამ საშვილიშვილო საქმე. მამლუქებივით მიერეკებოდა კასპიდან საჯიშეგეებს. იყო 7 გვერდი, კაცო, ამხელა საქმე მოილია. როგორც ვთქვით, წელს ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს. მე არ ვიცოდი ამ მომღერლის შესახებ, მე მაპატიეთ მარიამ შენგელია, ხო ესეა, ხო? მაპატიეთ, მე არ ვიცი, მაპატიეთ. გაინტერესებთ ალბათ რა ქვია სიმღერას, რომელსაც მარიამი წარადგენს. მოდით ნახოთ ვიდეო, სადაც მონაწილე თავად გვესაუბრება აი ამ თემაზე. მესიჯი ნუ რა თქმა უნდა ცხადია მშვიდობა, freedom ქვია სიმღერას და შესაბამისად ნათელი და ცხადია რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი. იმედის ეთერში ზის და ამბობს ხო რაღაცა უნდა თქვას ის რაღაცა. freedom ქვია სიმღერას, რა თქმა უნდა მშვიდობა. მშვიდობაზე არის სიმღერა და ქვია freedom. მართალია. გურულების პირველი სადღეგრძელოც ხომ freedom-ია. ამიერიდან მესასე მოგესალმებით, საღამო freedom-ისა. ძვირფასო მეგობრებო, ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ ახალი ევროვიზიულ ქართულ ლექსიკონი. ჩაიწერეთ ვინც არ იცოდით, freedom-ი არის მშვიდობა და touch me baby, აბა ომი გინდათ, აი ეგ არის freedom-ი თუ მშვიდობას ნიშნავს, ეგ არ ვიცოდი. რა ტყუილად აწამეს უილიამ ვოლასი, კაცი თურმე პატიოს და ტყვირის ბოლოს მშვიდობა! freedom, მშვიდობა, რატო აწამებენ? რის გამო აწამებენ?
მონოლოგის ბოლოს მინდა გაგაცნოთ რამდენიმე სტატისტიკა. ძალიან სასიხარულო ამბით დავიწყებ. მოდით ნახოთ რა ინფორმაცია მოგვახარა ტელეკომპანია იმედმა. ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. გილოცავთ მეგობრებო. ამ აბსურდის სიმართლედ გასაღებისთვის იმედს იმხელა პრემია ჩაურიცხეს, რომ თავიდან თუ შეამოწმებთ, შეიძლება უკვე სამეულშიც კი ვიყოთ. ცხოვრების დონის გაუმჯობესებით ხუთეულში ვართ. წარმოგიდგენთ ხანგრძლივი გაუმჯობესებით. ანუ სიტყვა ხანგრძლივია მთავარი. ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ხუთეულში ვართ. ესე იგი, თუ ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით ხუთეულში ვართ, წესით ქვეყანაში უბედნიერესი ხალხი უნდა ცხოვრობდეს. მოდით ნახოთ ბედნიერების ინდექსი. ბედნიერების რეიტინგში 157 ქვეყანას შორის საქართველო კვლავ 91 ადგილზეა. მოკლედ ეს ორი კვლევა რომ შეესაბამებოდეს ერთმანეს, სულ ერთი სიტყვაა ჩასამატებელი და ყველაფერი ლაგდება. ეს სიტყვა ჩინოვნიკები. ჩინოვნიკების ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით მსოფლიო ხუთეულში ვართ. აქედან გამომდინარე ბედნიერების ინდექსით კვლავ 91 ადგილზე ვართ და ასე უკვე მშვენივრად ჩაწიკწიკდა წინადადება. ლოგიკაში ჩაჯდა. ესე იგი ამ მონაცემებით რისი დასკვნა შეიძლება? ადამიანს ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესება ჰქონდეს და ბედნიერი მაინც არ იყოს, მე არ მესმის ეს რა არის. ასეთი უმადური როგორ შეიძლება იყოთ? ასეთი უმადურები. თქვენ იცით რისი ღირსები ხართ ხალხო? თქვენ უნდა გაგყაროთ კაცმა ევროპებში. მოგცეთ იქაური მაღალანაზღაურებადი სამსახური და სულ თქვენი შრომით და ჯაფით ნაშოვნი ფულით ნაყიდ საჭმელზე უნდა გამყოფოთ კაცმა. დიახ, იმ ევროპულ საშუალო ხელფასზე 3-4,000 ევროზე უნდა გაცხოვროთ ადამიანებმა. მან იქ ეგრე უნდა, აი მაგის ღირსები ხართ. ნახავთ მერე თუ არ მოგენატრებათ აქაური წინასაარჩევნოდ გადამოგდებული 50 ლარი და 2 ნაჭერი მუქთა მწვათი. არაფრის ღირსები არ ახალ. უმადურებო თქვენ. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელს. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე, ცნობილი ბურთა ფილმიდან სიყვარული ყველას უნდა. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნეკების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი, ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა, პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. აქვე კიდევ მინდა გაგაცნოთ ერთი სიახლის შესახებ, როდესაც თქვი ვახსენე, რომ დაელოდეთ სიახლეებს, უკვე ჩვენ ვიწყებთ ძალიან საინტერესო პროექტს YouTube-ზე, რომელიც ეხება მოგზაურობას, სადაც იღებენ მონაწილეობას ჩვენი უსაყვარლესი მსახიობები თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი. თამუნა ახლა თვითონ გაგვაცნობს ამ პროექტის შესახებ. თამუნა, მოგიხარეთ. დავიწყეთ, ახალი პროექტი, ეს არის ინტერნეტ პროექტი მოგზაურობაზე. ამ პროექტს ქვია მოგზა 2, ნახე, მოგზა და 2-იანი. 2 ხართ რა კარგია. ესე მოვიფიქრეთ. და ამ პროექტის პარტნიორია უნდა ვთქვა პირველ რიგში ტურისტული კომპანია გიორგი პარიზი. და ამიტომ პარიზით დავიწყეთ პირველი ეპიზოდი, პირველი რამდენიმე ეპიზოდი იქნება პარიზიდან და დაიდება ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი.
დაიდება სამშაბათს 21 საათზე. სამშაბათს 21 საათზე დაელოდეთ. ანუ ჩვენი თვალით დანახული სხვადასხვა ქალაქები და ქვეყნები მახოთ როგორი კულინარია, რაც ყველაზე მთავარია. კი, და ბევრი საინტერესო ამბები. წარმატებებს გისურვებთ. მეც ველოდები მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან საინტერესოდ გამოიყურება პროექტი. ამიტომ უყურეთ სამშაბათს 21 საათზე ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი. არიზი ძალიან ჩემია. მესამე ბავშვი რომ ეყოლება თქვენ უნდა მომინათლოთ. კარგია? აი რა. Parole. Pourquoi-tu Parole, მაცადეს სიმღერა რა მოგივიდა გოგო. მე ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ოპოზიციის შერკინება თემაზე, ვინ როგორ დაასრულებს ქართულ ოცნებას. ვნახოთ. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ გახლავართ სხვადასხვა პარტიის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მინდა შემოგთავაზოთ ამ ხელისუფლების სახში გასტუმრების სხვადასხვა გეგმა. ანუ ერთგვარი შეჯიბრი. ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს. ყველას ჩვენი გეგმა გვაქვს და ახლა წარმოგიდგენთ ჩვენს ვარიანტებს. ერთგვარი შეჯიბრია. ბატონი ვასო, თუ შეგიძლიათ დაიწყეთ თქვენ, შეგიძლიათ გეგმა გავგაცნოთ. ერთი წუთი ეს. რას აკეთებთ? რატო არ იწყეთ? ბატონ ვასო, დრომით. რას ვაკეთებ და წეგან ისეთი კრიტიკული ინტერვიუ ჩავწერე, რომ ხოცები გავაქციე ქვეყნიდან. აი შეგიძლიათ, აი გარბიან. ხედავთ? გაიქეცით, თქვენ უკან ვერ მობრუნდებით. მოიცა ეს რომელია კაცო? ვიღაცა. აი შემოიპარა ერთი. აი დააკვირდივანი ხა როგორ გავაქცევ. მომხედე შენაკეთ, შენ მომხედე. საქართველოს ბელარუსი არ გახდება იწოდე. ხედავ? კარგი. ასე უნდა მოექცე. კარგი ბატონო, გასაგებია მივიღეთ თქვენი ის ძალიან საინტერესო მკაცრი გამოხედვა, საინტერესო გაქვთ. კარგი, მე დავიწყებ. მე როგორც ქართული ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ღიად ვაცხადებ, რომ ჩემს პარტიას აქვს ამ მთავრობის ხელისუფლებას გაშვების გეგმა. ძალიან საინტერესო. რა და იცით რას იზამს ჩემი პარტია? ამ ადგილობრივ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას. გამოვგლიჯავთ ამ ხელისუფლებას 1-2 სოფელს. და ჯერ იმ 2 სოფელში დავასრულებთ ქართულ ოცნებას და მე მივხედავ დანარჩენ საქართველოს. მე იცი რას ვიზავ? მე იცი როგორ დავამარცხებ ქართულ ოცნებას. ამათ ყველა გადაწყვეტილებას მკაცრად დავგმობ. და იგემოს ბიძინა ივანიშვილმა დაგმობისგან მიღებული სიმწარე. შენ რა უნდა მასწავლო ბიჭო ქართული ოცნების დამარცხება ჯერ მარტო ამ 13 წელიწადში 256 მემორანდუმზე მაქვს ხელი მოწერილი. ამ 256 მემორანდუმისას ძრწოდა ბიძინა ივანიშვილი. რას მასწავლი ახლა ხელისუფლების გაშვებას? გისმენ? ბატონო, ამათან ბრძოლაში მე უკვე ფაქტურად ხედელობის პრობლემა შემექმნა. ფაქტიურად დავპრობდი კაცი. რატო? როცელსადენი გაზის გამო ალბათ ხო? არა, ბატონო. აბა როგორია? 24 საათი იჯდე სახლში და მიტინგებს ტელევიზორით უყურო. სახლიდან გაუსვლელად, აბა? ფაქტიურად ამომიღამდა თვალები. რამხელა გამოსწრება აგიჩი შენ ტელევიზორ. გაჩერდი ბიჭო, შენ რანაირი ოპოზიციონერი ხარ? 5,000 ლარიანი ჯარიმა კი არ მოხსულია ტროტუარიდან ვერ ჩამოგიყვანეს ხალხმა. რა ის გამგდები? რას ლაპარაკობ შენ? მართლა რას ლაპარაკობ? ნამუსი საერთოდ არა გავკაცო. მე სხვადასხვა ისეთი ოპოზიციონერი ვარ, როცა სუნთქვა მიჭირს, ინგალაციას ნიკამელიას თავიდან აშვებული 2 თქლიდან ვიკეთებ. ამაშია საქმე. მაგაში ვერ შეგაკამათები. კი ბატონო. მე ისეთი ოპოზიციონერი ვარ ბიძინა ძოწენიძე და ავთო ივანიშვილი გავლახე. რომ ბიძინა ივანიშვილს ერთად თუ არა ცალ-ცალკე მაინც ვაზღვევინო ხალხის გამწარება. შენი ცი საერთოდ, შენი ცი რომ ჩვენი გვარი ოდითგანე ოპოზიციაში რომ იყო, იცოდი ეს? ჩემა დიდმა ბაბუის კიდე ბაბუამ კაენი ფხაკაძე ძმა დაინდოდა, მე მთავრობას შევარჩე რამე? არა,
სიტყვა მოსწრებული კი ხარ. არჩევნები რო გაყავდა, შენ თუ იცი ჩვენმა პარტიამ რა გააკეთა? რა გააკეთეთ დამანახე? რა და ბიძინა ივანიშვილის პირველმა ჩვენ ჩავხედეთ თვალებში. და მის უბადრუկ თვალებში იცით რა ამოვიკითხე? თვალები გვეუნებოდა დაიწყო ხო ჩემი დასასრულის დასაწყისი. სად ნახე ბიძინა ივანიშვილის თვალები რომ ჩაგეხედეთ ის სად? არა, მე გეუნები 2020-ის არჩევნებზე გეუნები, ახლა კი არა. მაშინ დაიწყო. შენ იცი რომ ბიძინა ივანიშვილი შიში ტელეპირველზე ვერ თავს, პულტი უვარდება ხელიდან. იცი რატო? რატო? ჩემი დანახვის ეშინია. აბა, ეგ კი არა, ბიძინა მიწაზე ვერ დადის და ცაში ვერთ ფრენით ვერ დაფრინავს. იმიტომ რომ მე უშიშარი ვარ. მე არაფერს არ მეშინია, მე პირდაპირ ვეუბნები რომ მე თქვენ ქართულ ოცნებას დაგამარცხეთ, მე ვამბობ ამას მოსახაგათე. არავისი საერთოდ მომივარდით, გამრახეთ. აი პროკურატურაში რომ დაგიბარებენ, პროკურატურაში მე ვნახოთ როგორ იჭიქჭიქე. რატომ დამიბარო გადავაშავე? განა მაგისტრატი გამიკეთებია. დაგიბარებენ და გაეცი პასუხი ყველას. ხომ პროკურატურაში? კარგი რა, კაცო, მე იცი რას ვიზავ. დროებით წავალ პოლიტიკიდან და დიდი ხანი რო არ გამოჩნდები, თვითონ ხალხი მოითხოვს ჩემს დაბრუნებას. ვაი შესულელო შენ, ეგრე ვიყავი მე 6 წელი წასული პოლიტიკიდან და რომ მივხვდი რომ ყველას კიდე ავდექი და ჩემი დავბრუნდი. ისა შენ ამ საღამოს რას აკეთებ? რა გეგმები გაქვს? ამ საღამოს რას ვაკეთებ? რატომ მეკითხები რა არის რო? ამ საღამოს ამ თავრობის დასასრულის დასაწყისი იქნება ბატონო ვარო დაგაგმილი. აბა რა უნდა ამ თავრობის დასასრულის დასაწყისი დაგეგმილი? აბა მე აქედან რო გავალ, ამ თავრობას ეგრევე ვასრულებ და საღამოს ბანკეტი მაქვს. და გეპატიჟები მომბძანით კაცო. წამოიყვანე ვინც ერთი კაცი წამოიყვანე. ოღონდ ნაცებიდან არავინ წამოიყვანო. მე ნაცებთან ერთად არ ვიქეიფებ. აბა ვერ გავიგე, აბა როგორ აკეთებ ოცნების დამარცხებას ერთი გაგვანდა ერთი შენი საიდუმლო ბატონო. თან მიმდევრულად. მშვიდობიანი აქციებით, თუ მშვიდობიანი აქციები არ გამოვიდა, არ გავჩერდებით. ტელევიზიის სტუდიიდან გავაგრძელებთ ბრძოლას, თუ ტელევიზიების დახურეს, ავდგები და YouTube-ზე პოდკასტს გავაკეთებ. და მე და ემილია მოუღებთ ბოლოს ამ ხელისუფლებას. ეს მთავრობა რომ გადადგება, შემდეგ იცი რას ვიზავ მე? რას ვიზავ და მე მოვალ მთავრობაში მე შენს პატრონ შენას მოვალ ბიჭო მე მოვდივარ ხელისუფლებაში ვერ ხედავ ნათელია ყველა შენ რატომ მოდიხარ ვერ გავიგე შენ ბარიერსაც ვერ გადალახავ 4% ვისერაბერგებში ვიგინდა შენის თქვიეს მანდატებზე უარს რატო არ ამბობ მანდატებზე უარს რატო არ ამბობ ხო რატო არ ამბობ უარს მე არ ამბობ ვისე ბიბეკიერა პირველი შენ იქნები შენ და შენი პარტია იქნება რომ შევარდებით პარლამენტში დიახაც მომისმინე ახლა მაგ საკითხზე მინდა და ეს ლაპარაკი რომ ისე და გავაკეთოთ რომ შევიდეთ კაცო ისე გავაკეთოთ რომ ხალხიც არ გაღიზიანდეს თუ შევალთ რომ ისე შევიდეთ რომ ვითომ აი გიმილები ხო ეგრე აი ტიპები გაგვიჩნდა ვაგრძელებთ გადაცემა და ვიდეო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. გადაცემის პარტნიორია ეკოუდი. ეკოუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice G. Voice G ავტომობილსახის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ბიძინა ივანიშვილთან არსებული მუსიკალური ანსამბლი ოლიგარქის ივერია. ესე დავარქვით. აქვე შეგახსენებთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. Telier
ვერი მოვატყუე ჩაკი ჩუკი ჩაკი ჩუკი პირში ჩალა გამოვავლე შლაპი შლუპი შლაპი შლუპი რაც გავეცი 13 წელში 10 ჯერ მეტი გამოვძალე ოპოზიცია რას შვება ბენკი ბუკი თუ ვინმე ხმას ამოიღებს ზეკი თუკი ეს ამდენი ჯარიმები ბოლოს შედეგს გამოიღებს ფონდებს დავაყადაღებთ და ბოლოს შედეგს გამოიღებს დიქტატურა მოვა ჩემო თომა ჩვენ მოვიყვან ძალის ზალადა თავიდან თუ ცოტა გაგიჭირდათ შეჩვევით თავის თავადა ქვეყანაში მშვიდობა გსურს სტაბილური ური დასანახაობა თერი-დური ხანდახან თუ შეგაწუხებთ კორუფცია ელიტური ამერიკიდან რა ისმის ჩამი რუსეთთან ხო კარგად ავართ შარი შური მე ვიქნები ქვეყნის მეფე მე ვიქნები უფლისული შენი ყავი ქვეყნის მეფე შეგვიცვალე უფლისული თუ გსურს ყველაფერი შეირჩინო რომ არ მოგიბრუნდეს ავადა ხალხი ერთხელ უნდა შეაცდინო მერე ცდება თავის თავადა ვირფასო მეგობრებო მიესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი ვახტანგ ფანჩულიძე მოგესალმებით ბატონო ვახტანგ დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ეცი არის სულ არ მინდა რომ აი უცბად წამოვწდეს ბურნუთათი მოგმართოთ იმიტომ რომ ისე არის ეს უფრო ორგანული ბურნუთა იქნება ბატონო შენ ბურნუთა ჩვენია დამიძახოთ ანუ ეს ბურნუთა ხანდახან ჩააყვეხეთ ხოლმე ვახო ბატონო ბურნუთა ბატონო დიდი მადლობა ბატონო ბურნუთ რომ მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ ესე იგი ბატონო ვახო მე წინა გადაცემაში თქვენდა თქვენი თემა ძალიან ისეთი არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი არის თქვენ გარშემო ეს არის პირველი ის ამბავი რომ ძალიან დიდი ხანი მუშტაეთში მუშაობდით მუშტაეთის ბანკში 10 წელი ხო და ნუ რატომაც ისე მოხდა რომ აი ამ აქციებზე სიარულის გამო ერთჩვენიერ დღეს მოხდა ისე რომ გამოგიშვეს სამსახურიდან კი ბატონო ანუ ხელფასი რამდენი გქონდათ 400 ლარი 400 ლარი ხო და აი ცირ არის აი პირველი ის მაინტერესებს აი როგორ აი ესეთი დამსახურებული ადამიანი ხართ ხო ანუ აი მთელი საქართველო გიცნობთ ყველას უყვარხართ მადლობს აი ეს პირველი სიტყვები რა იყო თქვენი გაშვების აი როგორ მოგიდგნენ რომ უნდა გაეშვით ნუ პირველიც რომ შევიკრიბეთ რაღაცა წარიალებდნენ რაღაცის თქმა დირექცია დირექტორს მის მოადგილეს ხო რაღაცის თქმა უნდათ მაგრამ იცით რა მე თან ველოდებოდი ახლა უკვე ვიცოდი რომ რაღაცა დღეს არა ხვალ მაინც იმიტომ რომ მე Facebook-ზე საკმაოდ ვაქტიურობ ნუ ვაქტიურობ ჩემ გასაჭიროზე რომ მინდა პენსია 1000 ლარი და მინდა მშვიდობიანი საქართველოში ვიცხოვრო და ჩემო შვილიშვილებმა რა გავატყვი არ მოხდეს და რუსები არ შემოვიდნენ და თავები არ დააჭრან ჩვენ ბიჭებს და საქართველო იყოს ნატოში და ევროკავშირში ანუ მშვიდობა ეს მინდა მე არ ვფიქრობ ეს პოლიტიკოსობა ხო და ამას რო წერ ხო აქტიურად ხო რაღაცა უკვე რაღაცა ძრები იყო რაღაც სხვა თვალით მიყურებდნენ მაგალითად დირექტორი მეუბნებოდა რომ ბატონო ისა ვახო რა გინდა აქციაზე რომ დადიხარო რა ერთხელ მეუბნება რა უნდა მოგიტანოსო ამათმა რა უნდა იმათმა რა მოგვიტანესო და ამათმა რა უნდა მოგვიტანონო რა მე ვთქვი მე რო თქვენნაირად 2500 ლარი მქონდეს ხელფასი ხო არ წავიდოდი აქციაზე მე რო თქვენნაირად ერთი შვილი ამერიკაში მყავდეს გაშვებული სასწავლებლად არ წავიდოდი აქციაზე მე რო თქვენნაირად მეორე შვილი იაპონიაში მყავდეს გაშვებული საცხოვრებლად არ წავიდოდი აქციაზე
ხო. შვიდად ვიქნებოდი ისე როგორც თქვენ. ამიტომ მივდივარ, დავდივარ აქციებზე, იმიტომ რომ მივახციო იმ მდგომარეობას, რაც თქვენ აგაქვთ. შვილი ამერიკაში ყავდა, ერთი მეორე იაპონიაში ყავდა. ამერიკას და იაპონიას აგინებ და რუსეთს ემხრო, ვიღაცო. ხო, აი ეს იყო ჩვენი დირექტორის აზროვნების დონე. ხო და ერთ სიტყვით მიშვებს სამსახურიდან მეთქი. ხო, რატო მიშვებს მეთქი? იმიტომ რომ ის კარუსელი სადაც შედგა ხარო, შემოსავლიანი არ არის. აუ რამიზეზია. ანუ ესე 10 წელია ამ კარუსელზე დგევარ. ეხლა არის არა შემოსავლიანი არ არის და ეხლა გახდა არა შემოსავლიანი. ნუ მოიმხანა თავი ხო? კარგით. ხო არ არის შემოსავლიანი. სხვა მიზეზი ხო არ არის? არა, კი ბატონო. ჩემი კარუსელის გვერდზე იქვე 5 მეტრში დგას მეორე კარუსელი, რომელიც არის უაღრესად შემოსავლიანი, ანუ ძალიან ბევრი ბავშვები დადიან და იმის ოპერატორი 2 დღეს სახში წავიდა და ანუ რაღაც თავის მიზეზების გამო. იმ კარუსელზე სურიგები დგას, რა იმაზე ვერ იყვის შემოსავლიანი არ არისო. მეოთხარი, ალეკო, იმ კარუსელზე გადამიყვანე. ეს კარუსელი დახურე, იმ კარუსელზე გადამიყვანე, სხვა მიზეზი თუ არა გაქვს, ჩემი გაშვი იწურება, ბიჭო, იწურება. ხო და კაი, წავალმეთქი, აღარც მე არ მინდა მომბეზრებს. ნუ აშკარა უკვე მაგითი მე მივხვდი, რომ იყო პოლიტიკური ნიშნით. წამოვედი, ეხლა რო წამოვედი, შეხარ ჩემი ბატონი, აქ უკვე დაიწყო ამ სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელური საქმიანობა. ანუ უკვე დაიწყოთ ხო? მე უკვე გამაბრაზეს. თქვენ უკვე იწყებთ ამ ქვეყნის ძირის გამოთხრას. ძირის გამოთხრას მე უთხრა, ეხლა ვიფიქრე, აი როგორ უნდა ძირის გამოთხრა? აი ეხლა განახე. ამ ქვეყნის ევროპელმა მტრებმა, ხო, ჩემთან კავშირში მყოფმა გამოაგზავნეს გზავნილი, გადმოუგზავნეს ჩემთვის, ხო, როგორც ევროპელი აგენტი, ნიკა გილაურს აქვს საქმე შენიღბულად საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს, სამსახურებიდან გაშვებულებს, რა ვიცი, მარტო ხელა დედებს, გაჭირვებულ ხალხს, აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს ეს მთავრობა რა. გადმოუგზავნეს ნიკა გილაურმა გადმომიგზავნა მე 400 ლარი. მადლობთ ბატონო ნიკა, დანარჩენი მე ვიცი. დავფიქრე ტელეფონი. გავედი სიმართლის საპოვნელად და ქვეყნისთვის ძირის გამოსათქმელად. მივიღე უკვე, ხო? შენი მისაღები მიიღე. ჩემი მისაღები მივიღე და უნდა ვიმოქმედო, გულზე ხელდაკრეფილი ვერ დავჭდები. წავედი შეხარ ჩემი ბატონი. გეზი ავიღე დეზერტირების ბაზრისკენ. იქიდან იწყეთ. აბა, როგორ გეკადე? ბაზრიდან იწყება ყველაფერი. ჩემი საქმიანობა. მივედი ბაზარში. მიყიდე ჭარხალი, სტაფილო, ეს ეგრეთ წოდებული ლიმონკები, შენიღბული კარტოფილი კი არა, შეგვიძლია. ლობიანით ხო არ იყო? დანუკას ლობიანებით გადაგულა. დანუკას ლობიანებით. ეგარი ბრიტყელი მინა, ბრიტყელი ეგრეთ. ეგრეთ ბრიტყელი მინებია. ადრე კლასიკურ მინებს და ფეხ დადგა მაფეთლებს. კი ბატონო, ნუ ნანუკას იყო ეგ ბრიტყელი მინა. ჩემი სასროლია, კარტოფილებული ეს. გავიგი ვაღრეს ვიყიდეს კარტოფილი. მოვიტანე სახში ფორში გავაკეთე. ხო. კარგად დავნაყრდი. ერთი ნახევარი ვაგონი მარტო მაშინ გამოვაცალე ძალა სახელმწიფოში. გამოვთხარე. ანუ სანამ დავაყადაღებდნენ, მანამდე ერთი კვირა ვიარებთ. ამ ერთ კვირაში ჩემოვანო მოვაცალე თითქმის მარცხენა სანაპირო მთლიანად გამოღებული მაქვს. სახელმწიფოში ძირი გამოთხრილი მაქვს მთლიანად. მარჯვენა სანაპირო. აი მარჯვენა ეს საქართველო. მარჯვენა სანაპირო ცოტა. აი ახლა მე ნიკა მითხარ არა უშავსო ვახო არ ნერვულო ეს ყაჩაღებიო მე შეიძლება ხელზე გადაგიხადო მაშინ გამოთხრი მარჯვენას. მაშინ ვივალგებ მარჯვენას. კი ბატონო, კაი. ესე იგი, ბატონო ახო, ესე იგი ფაქტიურად ესე იგი Facebook-ზე აქტიურად ესეთი აქტიური მომხმარებელი. წერ იმას, რაც სიმართლეა, წერ იმას, რაც სილამაზეა. რა, ესე გამხადეს პოლიტიკოსი.
ხო, ანუ პოლიტიკას აქტიურად ადევნებთ თვალყურს, ესე იგი. გამხა ხო, აქტიურად ვადევნებ პოლიტიკას, იმიტომ რომ ყველაფერი პოლიტიკა გახადეს ახლა ხო გეუბნებათ რომ კაცო ერთხელ დავწერე როგორ მენანება კაცო მეთქი გელათი ჩამოიქცა და 13 წელიწადია კრიშავი სახურავი ვერ დაახურე, ჟესტი ვერ დაახურე, 13 წელია ტაძარს. ერთმა ჩემმა კლასელმა დებილი იყო სკოლაში რა. ჩემმა კლასელმა მოძრა ბიჭო ვახო და ის ქოცისტანში იმაშია ბოსტანში ქოცისტანში ვახო დაანებე პოლიტიკოსობას თავია გიჩვენია ბევრთხა დებილი იყავი და ეხლა უფრო დებილი ხარ პოლიტიკოსობა როცა ქართველი ადამიანი საწუხარი არის თუ გელას სახურავი ვერ დაახურე 13 წელი ეს პოლიტიკაა ეს ეძახიან ეს პოლიტიკოსი ვარ ესე იგი და ჩერჩილის პოლიტიკოსი იყო ხო კი ბატონო ხო ესე ეძახიან ხო ესე უყურები ესე იგი ბატონო ვახო მინდა თქვენს ამბებზეც ვისაუბროთ ანუ თავიდან იმიტომ ეს შევეხე ამ ამბავს ანუ თქვენი ერთ-ერთი ესეთი ფილმი ხო ნუ სიყვარულს უნდა ახლა მაგას ვერ აუგდით ვერც ხო ვერა პირველი ალბათ ეს თმები ხო ეს თქვენი ხუჭა ეს ბურნუთა ხო ნამდვილი პერსონაჟია თუ ხო ეს ბურნუთა იყო ნამდვილი პერსონაჟი თელავში თელაველი იყო სხვათა შორის და მსმელი კაცი იყო რა ხო სამდა ყოველდღე გამოდიოდა სოფელში ყველა მსმელი გამოდადგეოდები ო მოია უში ვისთან დავდეთ ამაზე ხواره მიტყვან ვინ ვარ გაიო და იქა თელავში ცხოვრობდა და ერქვა ბურნუთა დამარქვა ბურნუთა სხვათა შორის მე ამ კინოს დაწყებამდე გიორგი მკითხა რომ ბიჭო შენ რო ეხა ვახო სულ იმერული პერსონაჟები გაქონა თამაშებიო რა ხო და ეხლა ეს კახური პერსონაჟი როგორ ითამაშე კახელი მინდაო რა კაროჩე უნდა იყო აი მაკახელიო რა რა ვიქნები მაკახელი ისეთ კახელი რომ შენ რო არ აკავს ნანახი მეთქი ამიტომ გაგიშვებო თელავში გაგიშვებო ერთ-ერთით ადრევო რომ იქაური ადაწესები ისწავლო რა გული მომცა 1000 მანეთი ხო და ეს მაშინ ღვინო ღირდა მანეთი ერთი მოწლი 1000 მაინც რამდენი ღვინო მოვიდა კაი კოგი პროსტა იქაური ადაწესებიო ინტონაციაო კილო რაღაცები რომ ის ჩაჯდება ყურში ხო ისი აიც და მე მაგ ძალიან ალღოს ვიღებ ენებს რა აი ხვალ რო ჩავს ახლა გურიაში ხო აი გურულად დავიწყებ ლაპარაკს ქუთაისელი ვარ ახლა ქუთაისელი ვარ ხო და ქუთაისური ტონი რა თქმა უნდა არ მიჭის მაგრამ მაინც ქუთაისელისთვის შინაგანად იმერელი ადამიანისთვის მაინც კახელი ცოტა კახური ხო და დავიდო ჩავს აი იქ მართლა გავლოცდი მართლა ესე ბუნუთაც გავიცანი ის საროჩკა რომ მაქვია ის საროჩკაც იქ მაჩუკეს მე დავახვედრე გიორგის ორა ის საროჩკა ხო და ეს თმები გაწო ამ თობაში დამიხუყუჩდა რავი დამიზა ეს ხვეული თმები ქონდა მან არა მქონდა და იქ რას იქ გაბაგს იქ დაგიხუ კადის და გიორგი რასაკე ხარ შეშობელ ზაღლო მელიაზე გიორგი მეკითხება შენ ახალ ვახო ვერ მიცნო ერთი თუ დამის თქვა მინდა რა ისე თმები დახოვული არ ვიცი ხა რა იცი ჩემი თმეს რაღაც ის იმაშობა ხანდახან თავისით იმაშობდა ახალგაზრდობაში რა ხან ცოტა ხუჭდებოდა ხოლმე ხო და გიორგი მეთქვა კაიო ხელი არ ახლო იყვეს ეგრეო და გრიმერს უთხრა ესე იყვეს რომ კარგია ხო მაგრამ ეხლა მე მეუთხარ ბაზოგერი ეს კაია მაგრამ რომ დავებარ მეთქი ესე იქნება არა პაპა არ დავღუპო არ დაიბანო არა არ დაიბანო მოვწოს ეგ რასამო მეუთხარი გიორგი ესე ხუთი ტერო თვები არ დაიბანო ხუთი თვები მდინარეობდა გადაღება 5-6 თვე ვიღებ ის ნამდვილი თველი იყო თველი მიმდინარეობდა ჩვენ თველში მსახიობები ვინც ვიყავით ჩაგვდეს და დანარჩენი მოსახლეობა ნამდვილი თველის მიმდინარეობდა რა ეცი რა უნდა დიდი ხანი გაგრძელდა ანუ გადაღებების დროს ახლა ადგილობრივი მოსახლეობა ხო ხო ყველა საინტერესებს სოფელში თავის სოფელში მიდის ახლა ფილმის გადაღება კი აბარა იყვნენ გარშემო შემოკლებილები თუ როგორ გარშემო იყვნენ შემოკლებილები იყვნენ როგორ იცი აი ხომ მიდი რომ რაღაც გადაღები გადასაღები მოედანია რაღაც გარკვეული ფართობი თქვა ეს როგორც ეს პავილიონი ხო სტუდია ხო აი გარშემო სულ მოსახლეობა იყო ძღვენით
წინა დღეს მოგველაპარაკებოდნენ ხოლმე რომ ბატონ გიორგის მოელაპარაკებოდნენ რომ ხვა ჩემთან მოდიხარ საკეიფოდ ხვა ჩემთან იმას იმას ბატონ გიორგი არაჩერდა მეორე რომ გადაღების მერე მივიდიოთ იმათთან ერთხელ ასე შემთხვევა იყო ერთი ქალი მოკანკალდა რა იბავშვებო მოხუცებული ქალი ერთი იქნებოდა ერთი 100 წლის 100 წლის კაი აგდადით რო არ იწვადოთ ხოდა მომეც ბავშვებო რა იყო ქალბატონო გიორგიეულობა გოშინა ამბიჩსა სხვა საროჩკა ეცვა ის რა კარგი საროჩკა იყო დღეს რატო არ აცვია გიორგი შოქედაი ბიჭო ჯინსის საროჩკა მაცვია რაც იქვი გადაიღეთ სცენები 9 დუბლი გადაიღო დახარჯა პირველი ნახევარი ვაიმე ანუ ესე ადგილობრივმა ქალმა გითხრა ვერც რეჟისორი ვერც მეორე რეჟისორი ვერც მხატვარი ვერც გრიმიორი სცენა იყო იცი როგორი სცენა იყო იქ შევდიოდი მაყვალასთან და რომ სიყვარული რო უნდა ოხსა და ვერ ეონებ და ეს არ შემოსულა და ბორისო ე თანდომარი არ შემოსულა მოგიკითხე სადა იკარგება ხოლმე ხო სადა იკარგება ხოლმე კაცო ექსელა იყო და ყველას ისე აინტერესებდა ყველა თუ საროჩკას არავის არ შეუხედია ანუ ჯინსები შეხვე ჯინსის საროჩკა შეხვე ჯინსის საყვარი ჯინსის საროჩკა რა ჯინსის საროჩკა მეცვაი ნახეული ასე გაყვანზული ხო და ბევრი გადაიღო ერთ 5 დუბლი გადაიღო მერე კიდე იმის გარდა მანამდე კიდე სხვა სცენა იყო იმ სცენაში გადავიღეთ ეს ქალი რო არ ჩამოსული რო არ მოსული იყო აი იმ დღეს დავამთავრებდი ჩემ გადაღებას წამოიღებდნენ ფირს თბილისში გასამშრალებლად და გადააგდნენ ხო ეს საინტერესო სცენაა თავმჯდომარე შემოსულა ხო თავმჯდომარე შემოსულა ხო ეს მოტაცების სცენა არის კიდე მოტაცებაც ხო საინტერესოა იქ ისე უტყავს ჯოხს ერთ მომენტში ისე მაყვალა იმიტომ რომ მე მგონია რომ მართლა წარეს ბატონმა გიორგი დაარიგა ისა დარეჯან ხაჩიძე რომ რაც ძალი დაღონეგა ხო ამას ურტყიო რა მართლა მაგრა მართლა და ეხა დარეჯანი სხვადასხვა ბაევოი გოგო იყო რა ხო ჯანიანი გოგო იყო ხო და გავხტარი კი იყო მაგრამ საკმაოდ ისეთი იყო რა ენერგიული და რაც შეიძლება და რაც ძალი დაღონია ისე ურტყავს ხო და მე ეს ფრაზა კაცო ხელი ასე წავლო კაცო ვეუნები ეს ფრაზა ორგანულად წამომცდა გამიგე ისე ადგილზე თქვი იმპროვიზაცია იყო იმპროვიზაცია მაისურაცებას მიყასუხა სული სერიოზულად მაგრამ ვქნაო აბა კავია ის მოვიწიო შეშობელძაღლო მართლა ვიწყე ეს და ტექსტი სულ სხვა იყო ჩვენებურეთ რაც აუ გენიალურიაო გიორგი და დატოვა ესა აუ რა მაგარია ეს კინო რატოა უკვდავი და დღეს ახლა ხალხი რომ ხდება იმიტომ იგივე ემოციებით როგორც 48 წლის წინ იმიტომ რომ ხალხის შინაგანი სამყაროა წინ წამოღებული უშუალოდ უბრალო ადამიანის გლეხი და ყველა ცნობს თავის თავს ყველა ხედავს თავის თავს და უყვარს იმიტომ რომ ყველა თავისი გონია ეს ფილმი რა არ არის ეს საჭმელი ეხა იოსალიანი რო იღებდა მაგალითად მაგრამ ყველა ფილმზე იმას იღებდა ოსკარს ხო ეხა ოსკარის ფილმი იყო შაშუგალობელი მაგალითად ერთხელ მიჯექი და შემომეცადა ყველა არავინ დაარჩა მარტო დამში და იმან გადმოძახა ზევიდა წადი არავინ არ არის გადიო რა წადარო დავთავრდა ხო ნუ ვერ გაიგო ხალხო ნუ ფილმი კი არის ხო ისა ის მაგრამ იმან მიიღო გონი ოსკარი ხო ნუ გასაგებია მაგრამ ეს ხალხი ყოველ დღე მოდიოდა არა დღეს ჩემთან მოდიხართ საკეიფო ყოველ დღე კეიფი 5 თვე 5 თვე ყოველ დღე კეიფი ესე იგი როგორი კეიფები იყო ყოველს როგორი იყო ანუ აი მოიტანდნენ ნაბდებს 1 4 5 ნაბადი ესე გაშლიდან ვენახში რა ცოტა ისე სადაც კარგი მოზრდილი ადგილი იყო ბალახებში ას გაზდიდან მწვას სპეციალურად წავდნენ ჯო როგორი ჩაი შრალად ესე მოიტანენ ისე გომი აი გადმოცლიდნენ ამ დედასპურებს დაყრიდნენ გუდის ყეს დაყრიდნენ მოხარშული დედალი ცილად მოხარშული ვარია კიტრი პამიდორი 5 თვე იცი რა უნდა გითხოთ აი მაგალითად
საიდუმლო არ არის. ჰონორარი რამდენი აიღეთ სიყვარული ყველას უნდაში? ჰონორარი სხვათა შორის ავიღე მე 4000 მანეთი ეს მოჭრილი ჰონორარი. სუფთა. დანარჩენი კვების ფული წვადის ფული. წვადი კი იყო უფასო. წვადი კი ქონდა უფასო. მაშინ ახლა ჟიგული და 5600 მანეთი. 4000 ქონდა. ეგრეთ წოდებული 06. 4000 ქონდა. იყიდე მე. იმ დღეს ქონდა, მეორე დღეს აღარ ქონდა. ტელეფონი წაიღებდი და. აი. კაია. ესე იგი დავტოვე რესტორანში. ესე იგი მაშინ გადავიდე კვირაში. მეორე ძალიან ესეთი კარგი ფილმი ხარება და გოგია. ხარება და ზალიკა ვარ მე სიმონიშვილი ხო. და ზაზაკოლელიშვილია ჟორჟიკა ბერძენიშვილი. ხო ეგ ძალიან საინტერესო. ხარება და გოგიაც როგორ იყო ახლა ხარება და გოგია მან ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფილმი ლევან თედიაშვილი ხო? თედიაშვილი ხო. ძალიან ახლა ხარება და გოგიაზე უკვე ახლა ის სიყვარული ყველა სულ 79 ესეც კახეთში ხდება და მაგიტო ესეც კახეთში ეს 80 ეს უკვე 7 წლის მერე გადავიყეთ ახლა პროგრესი მოხდა იმ თვალსაზრისით ადრე თუ ვენახში გვიშნიდნენ პულვანის ახლა რესტორანში მივხავდით თვითონ ლევან თედიაშვილი ბაშო კაკაბეთის კოლმეუნების თავმჯდომარე იყო და ხალხი ახლა ვისაც საქმე ქონდა ჩასაწყობი ბიზნესმენები რაღაცა ლევანასა მოდიოდნენ და იქ გადაღებაში მორიგდებოდნენ რაღაც არ ვიცი ავიან საქმეებს რაღაც ბიზნეს საქმეებს და ლევანა კი კაცო ხო მაგათ პურმარილი დაჭირდება ლევანა ფორს ყარა იღედა და პურმარილი ხო ახლა იმას უხარო და კი ლევან აზიანა პურმარილი ო 170 კაცი ყავს რა ჯგუფში დაბა დავაიგე თელი ხარება და გოგი გვეპატიჟო და თელი ხარება და გოგია თელი ხარება და გოგი იმას უწევდა თელი ჯგუფის რამდენი კაცი იყავით 70 კაციანი ჯგუფი იყო დიდი ჯგუფი იყო სუფრები იყო ესეც და სუფრა იშლებოდა ყოველ დღე მათ ხო ყველა საინტერესოა თქვენი ახკაზმულობა ხო ეს გადაღებიდან პირდაპირ ახკაზმულები მიდიოდით ხო და ის ნამდვილი არაღები იყო ლულა ქონა გახრეტილი უბრალოდ თქვი არ გაგეშორდა თორე ნამდვილი ნაგანები იყო ჩვენ გადაღები და ლევანას უყვარდა რატომღაც არ იხდიდა დასაცმელს ამ ჩოხა ახალოხი და ლევანა ომარ ხაკაზე გია ჯაფარიძე მე ისინი და ამ რესტორანიდან რო შევდიოდი რესტორან ხალხი დაეცეოდა ჩვენ გამოდიოდით ამ ჩოხა ახალოხით და ნაგანებით ხელში ფეხით მოდიოდით ეხლა საუბრობთ სადღაც გადაღება ქონდა სადღაც 5 კილომეტრში თელავიდან თელავში სასტუმროებს ხო და 5 კილომეტრი ფეხით მოდიოდით ღამე ეხლა ღამე მანქანები ხო დადიეგო ყველა რა იცი ეხლა იმან შენ გადაღებიდან მოდიხარ ხაჭაღი ხატვინა ერთს გადაუდექით კაცო ლევანა ეხლა ეს უნდა გადაუდგეთ თქო გაგიჟდა გააჩერა თქმა გადმოგდა არ მომკრა თქვენი ჭირმე წაიყვანეთ მანქანა რაც კიდაც ძალიან კაი გახსენებები იყო ხარება და გოგიედანაც რა ისეთ ფილმი იყო თავის თავად რო კეში იყო გადაღებები და სუპერმანიზე ლაპარაკობდა ლევანა და ეხა პური აღარო ჭამოთ მამაცალიო და იცი რა უნდა გითხოთ ესე იგი თქვენ თეატრში არ გიცდიათ მოღვაწეობა თუ თეატრში ვიყავი მე ინსტიტუტი დავამთავრე 91 წელს რეზო მირცხულავას და ლელიო სერენის ჯგუფი იყო თავიდან რეზო მირცხულავა იყო და მე 3 კურსის მერე რეზო წავიდა არ ვიცი რატომ ავად გახდა თუ რაღაც და ბოლო მე-4 კურსზე ლელიო სერენთან ვიყავი და იმან გააკეთა სადიპლომო სპექტაკლი ის იდიოტი მე თამაშობდი რაგოჟინს ხო მაშინ ახლა ახალგაზრდა ასა კინო უფრო მიტაცებდა კინო თავგადასავალია რაღაც მრავალფეროვნება ჯგუფი ერთად დახართ იქ დალევა რაღაც თამაში გართობა ახლა კინოს მივეცი უპირატესობა და მე ბატონმა მიშა მითხრა რომ ესე არ შეიძლებაო ხო იმიტომ რომ შენ ვიღა თეატრში ხელფასი იღებო იქაც ხელფასი იღებო იქ ახარო და თეატრში ითვლები რაღაც როლებზე თქვი უარი რომ კინოში დიდხანს თეატრში დიდხანს რო იყვეო რა რეპეტიცია ხა კახეთიდან ხوارეული რეპეტიციები აქვს და მოდით და ვერა თქვი უარი და როლზე როგორ ხა გეოვნება მოდის ახლა და გეოვნება გიორგი შენგელაირო ნეთამაშო ხარება და გოგია შეხა როგორ მეთქო უარი ხო ვერ ვეუბნებოდი უარ და ნუ მე ნელ-ნელა ესე დავცილდი თეატრს რა დავუყო 3 წელი ვიყავი იცი რა უნდა გითხოთ ბოლოსკენ მინდა მაინც თქვენი შეფასება როგორ უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში მოვლენები თქვენი აზრით მოვლენები უნდა განვითარდეს იმდაგვარად რომ ეხლა რამდენიც ვართ გარეთ ერთი იმდენი კიდე უნდა დაგვემატო ვით სახლებიდან ყურა ტელევიზიებიდან გვადევნებენ თვალყურს უნდა გამოვიდეთ ერთი წუთი ჩვენ უნდა გავხდეთ მილიონი
უნდა გარშემოვერტყათ პარლამენტს, როცა მშვიდობიანად. ჩავაკვეხე უცე. უცე ჩავაკვეხე. გამოძრა. რა გადავშო 5000 გარიბა? სისხლის სამართლიდან გამოძრა. მე უნდა ვიდგეთ იქა, ისინი იქ არავინ არ უნდა შეუშვათ, არც იქიდან არავინ არ უნდა გამოუშვათ. სახლებში არ გაუშვათ. საკვებს მივაწოდეთ. ნო სიმშილიდან დაიხოცნო. საკვებს მივაწოდეთ და ვეთქვით არ გამოგიშვებთ, სანამ არ დანიშნებთ არჩევნებს. რა გინდა გასო არჩევნებში მიიღე ხო წააგი არჩევნები, მაგრამ კიდევ გაძლევ შანსს. მიიღე მონაწილეობა არჩევნებში. აბა სხვა გზა არა გვაქვს. ბატონო ვახტანგ, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველაფერში აბსოლუტურად. ძალიან უყვარხართ ხალხს და მინდა რომ ყველაფერი კარგი იყოს. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ ხო ხვდებით, რომ მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და გაფასებ და თქვენ ჩემი როგორც ცხოვრება თქვენ გიყურებთ. დიდი მადლობა, როგორც ჩემ ოჯახს ისე აღგითქვამთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ გენიალური ხალხი, იმიტომ რომ ხართ მართლები, გიყვართ სამშობლო და სამშობლოს ხელფასებზე არ ყიდით. აქედან ეს არის გენიალური. მოცემულება არის გენიალური. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები. ვახტანგ ფანჩულიძე იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა. ფირფასო ტელემაყურებლობა ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა ერთმანეთს შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. რა ვიცი, ფრიდომიან ღამეს გისურვებთ. ფრიდომი მოგცეთ ღმერთმა, აბა დროებით. გადაცემის წარმომადგენელია PSP. სარადგომო განწყობა, რომელსაც სადღესასწაულო სუფრით ვამდიდრებთ. შექმნით თქვენი დღესასწაული სანდომთან ერთად. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.